შორის მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად თავისუფლების მოედანს არ აქვს ქვეყნის პოლიტიკურ წარსულთან არანაირი კავშირი, ამის მიუხედავად რაღაც ისე მოხდა, რომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდით თქვენ და არ ვიცი რა საფუძველს ემყარება ეს თავდასხმები, რა სიტყვით, ანუ ოპოზიციური ალიანსის შექმნის შემდეგ შეტევა, რომელიც ასევე დაიწყო თავისუფლების მოედნის და პირადად თქვენი მიმართულებით. საღამოშვიდობის მოგესალმებით მაყურებლებს. ეს ლოგიკურია და მოსალოდნელი იყო ჩემთვისაც და ჩვენთვისაც, არაფერი ამაში მოულოდნელი არ არის, იმიტომ რომ რეალურად ქართული ოცნება ყველაზე დიდ საფრთხეს ხედავს პრინციპულად ახალი ძალების გაძლიერებაში, განვითარებაში, იმიტომ რომ ხედავს, რომ ისეთი ადამიანები, ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არაფერი აქვთ საბოდიშო, არ აქვთ რაღაცა ესეთი წარსული, რომელზეც შეიძლება რაღაც წამოაძახო ვიღაცას და ამ შემდეგ, ხო? ეს არის მათთვის პრინციპულად ყველაზე სერიოზული პრობლემა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეს ალიანსზე, წესებზე შეთანხმებაც მათთვის არის ასევე პრობლემაც, იმიტომ რომ ეს აჩენს რაღაც ახალ პოზიტიურ განწყობას საზოგადოებაში, გვიადვილებს თანამშრომლობას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთთან და ამ შემდეგ, მაგრამ უბრალოდ მე აი ამ თავდასხმების დაწყების პერიოდში, ახალი არ არის, მაგრამ იმ დღეს ავდექი და უბრალოდ ჩემ წარსულ საქმიანობას გადავავლე თვალი და თვალში მოხვდა რამდენიმე სახელი, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ, თუ შეიძლება ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ კი, ძალიან საინტერესო. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი რას ამბობდა ცუცქირიძე ნაციონალური მოძრაობის დროს და მე მინდა ვთქვა არა ის თუ რაზე ვლაპარაკობდი, არამედ ის თუ რას ვაკეთებდი. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში მე მუშაობა დავიწყე 2009 წელს და ძირითადი საქმე, რასაც ჩვენ იქ ვაკეთებდით, იყო ოპოზიციის დახმარება. ვეხმარებოდით სააკაშვილის ოპოზიციას, მაშინდელი ხელისუფლების ოპოზიციას. დიახ, ვეხმარებოდით ახალ მემარჯვენეებს, რესპუბლიკელებს, ქართულ ოცნებას, მათ შორის თავისუფალ დემოკრატებს და სხვადასხვა, ასევე სამოქალაქო ჯგუფებს, რომელსაც ჰქონდათ შესაძლებლობა სამოქალაქო პოლიტიკური დემოკრატიული წინააღმდეგობისა. და ეხლა ეს პარტია, რომელიც მე რაღაცეებს მაბრალებს, ჩავხედე ვინ იყვნენ ის ხალხი, ვისაც ჩვენთან საქმე ჰქონდა და პირველი ვინც მომხვდა თვალში მაგალითად არის თენგიზ შარმანაშვილი. ცნობილი წულუკიანის კომისიის წევრი, რომელიც სხვათა შორის იყო 2009 წელ 2010 წლებში დაახლოებით თუ არ მეშლება საკონსტიტუციო კომისიის წევრი. კი ბატონო. დივანი თუ არ მეშლება და ეს არის ის საკონსტიტუციო კომისია და ის კონსტიტუცია, რომელზეც მაშინ ყველა ლაპარაკობდა, რომ ამ კონსტიტუციით სურს სააკაშვილს სამუდამოდ დაეპატრონოს ძალაუფლებას. რას ვაკეთებდი მაშინ? მაშინ მე ვაწყობდი საჯარო განხილვებს ამ საკითხების. სადაც ვიწვევდი საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ხალხისათვის აეხსნათ რა იყო. შარმანაშვილი მოდიოდა ხოლმე იქ და თავის პოზიციებს იქ ცდილობდა რომ დაეცვა. ასევე მახსენდება ახალგაზრდა პოლიტიკოსი თორნიკე ჭეიშვილი, რომელიც დღეს ქართული ოცნების წევრია ასევე, მაგრამ მაშინ მახსოვს იყო ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და პერსპექტიულ ახალგაზრდად მეჩვენებოდა და ჩვენ ოფისაც კი უთმობდით ხოლმე რომ შეხვედრები ჩაეტარებინა იქ. ახლა შარმანაშვილის და თორნიკეც ერთი პარტიის წევრია და მემობრალებენ რაღაცებს. ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, თეა წულუკიანი, რომლებიც ჯერ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში იყვნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ ეს ხალხი, რომ ჩვენ მათ ვეხმარებოდით სტრატეგიული განვითარების გეგმების შექმნაში. შემდეგ ირაკლისთანაც ჰქონდა თანამშრომლობა, როდესაც ის გუბერნატორი იყო და ხო, რა თქმა უნდა და ძალიან მადლობელი იყო ის მთელი მხარდამჭერის, რაც იყო. ვეღარ ჩამოთვლი ოცნების საკრებულოს წევრებს, მერებს, თავმჯდომარებს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდა თვითმმართველობა რა იყო და ჩვენ ტრენინგებზე გაიგეს ამის შესახებ. ასევე მახსენდება მაგალითად არჩილ თალაკვაძე, ოცნების ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენთან მუშაობის დაწყებაც კი უნდოდა. მახსენდება ირაკლი კობახიძე, რომელსაც გამოგზავნილი ჰქონდა ასევე სტატია პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ პუბლიკაციისთვის ჩვენს გამოცემაში. მახსენდება ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგალითად 2011 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა ახალი კანონპროექტით, რომლითაც კრძალავდნენ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას. და მაშინ ზუსტად ჩემი ლიდერობით და თაოსნობით
ჩვენ მოვახერხეთ ყველა იმ ორგანიზაციის შეკრება, რომელიც მუშაობდა პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაზე და ვაიძულეთ ნაციონალური მოძრაობა ეს კანონპროექტი შეეცვალა და უკან წაიღო. მაშინ ქართული ოცნება ძალიან ბედნიერი იყო. მე მახსენდება ასევე, იცით, არ გამომრჩეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი, ხო, 2011-2012 წლებში ოპოზიცია ძალიან იბრძოდა იმისთვის, რომ დანერგილიყო ბიომეტრული ხმის იდენტიფიკაცია ამორჩევლების. ნაციონალური მოძრაობა ამის წინააღმდეგი იყო, ამბობდა რომ ეს საქართველოში არ გამოვა, შეუძლებელია, ძალიან ძვირია, ძალიან ბევრი დრო უნდა და სწორედ ჩვენი დახმარებით ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც ნათელი გახადეს, რომ ასეთი სისტემის დანერგვა პრინციპში ძალიან მარტივად იყო. ანუ გადასარევად გიცნობენ ეს ადამიანები და ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ეხლა ცდილობს, რომ თქვენ მიგაწეროთ, რომ ხართ ბუნებრივი წიაღიდან. ანუ როცა ოპოზიციურ ალიანსზე იყო საუბარი, პირველივე დღეს როცა გადაწყვეტილება მიიღეთ და გამოაცხადეთ ამ ალიანსის შექმნა, წამოვიდა იქიდან ბრალდებები, რომ თქვენ ყველანი იყავით ნაციონალური მოძრაობის არასოდეს ჩემი საქმიანობის მიმართ არ დასცდენიათ მადლობის გარდა არაფერი. და ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ქვეყნის მტერი ვარ და რა მინდა იცით, ამ ყველაფერს განა იმიტომ ვამბობ მე, რომ ეს რაღაცა კადრისადან დასაძრახს აქციელად მიმაჩნია, არა. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაშინ ეს ხალხი სწორად იქცეოდა. იმიტომ რომ ზოგი მათგანი იყო ახალგაზრდა ექსპერტი, ახალგაზრდა მეცნიერი, უსამართლოდ დაჩაგრული ოპოზიციონერი და ჩვენ მათ ვეხმარებოდით, მათ იცოდნენ რომ ეს დახმარება ჭირდებოდათ, იცოდნენ რომ ჩვენ შეგვეძლო ეს დახმარება მათთვის მიგვეწოდებინა და ეს იყო ძალიან ნორმალური და სწორი რაღაც. ასე უნდა განვითარდეს დემოკრატია. ის არის არანორმალური, რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მუდმივად უნდა შეინარჩუნონ ძალაუფლება, ხალხს აღარ ეკითხება ვის ექნება ძალაუფლება და აღმოჩნდა რომ ისინი კი არ არიან, ვისაც მე ოდესღაც ვიცნობდი. რომლებიც თითქოს კარგად ხედავდნენ რა იყო ქვეყნისთვის საჭირო, რომლებიც მორალზე და პოლიტიკაზე და დემოკრატიაზე საუბრობდნენ, არამედ უბრალო მედროვეები აღმოჩნდნენ და სრულიად მოერღვათ ის მორალური საფუძვლები თუ კი ჰქონდათ. საიდანაც ისინი მაშინ საუბრობდნენ, ეს არის სამწუხარო და მე დარწმუნებული ვარ, რომ აღდგება ის დრო, დაბრუნდება საქართველოში ის დრო, როდესაც ყველაფერს თავის სახელი დაერქვა. მე მაშინაც ახლაც ჩემს სინდისთან პროფესიულ და მოქალაქეობრივ სინდისთან ვიყავი მართალი და ყოველთვის ვიქნები მართალი და მათნაირი პოლიტიკური გამოცდილება ღმერთმა დამიფაროს, რომ ოდესმე ვინმეს ან მე ან თავისუფლების მოედანში გქონდეს და ხო, ძალიან ბევრ ადამიანს დაემართა სხვათა შორის ამ ქვეყანაში 2012-ის შემდეგ და მეც შემიძლია შემოგიერთდეთ ახლა და გითხრათ, რომ იყვნენ ადამიანები, ვიზეც მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შესაძლებელია ისინი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და შემდეგ ისეთი რეპრესიული პოლიტიკა გაეტარებინათ, როგორიც დღეს არის ამ ქვეყანაში. ეს ისეთი გამოუგნებელი იყო, მათ შორის კიდევ ვამბობ, რამდენიმე ადამიანი არის დღეს ქართული ოცნების წევრი, რომელზეც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ისინი შესაძლოა ოდესმე ამ რეპრესიების მონაწილეები და მთავარი ორგანიზატორები და დამცველები. ჰონორარებს იღებდა ხო ეს ხალხი? მაგალითად, ავიღოთ ლადო ბოჟაძე, რომელიც ძალიან ხშირად წერდა ხოლმე და მეუბნებოდა, რომ ლევან იქნებ ერთ-ერთი ლექტორი მეც ვიყო თქვენი დემოკრატიის სკოლებში და ხშირად ვაძლევდით ამის შესაძლებლობას, რომ გამოევლინა საკუთარი თავი რა. ეს არის პრობლემა. მათი მაშინდელი საქციელი იყო სწორი, რასაც ეხლა აკეთებენ, ეს არის მიუღებელი და ამორალური, რომ აი პოლიტიკოსებს, კვლევარებს იბარებენ სუსში იმისთვის, რომ მუდმივად შეინარჩუნონ თავისი კორუმპირებული ძალაუფლება. აი ეს არის ცუდი, თორე ის იყო სწორი, მაშინ ვაქებდი მათ მე და სწორი ვიყავი. იმიტომ რომ სწორი საქმე კეთდებოდა. მიგვაჩნდა რომ ოპოზიციის გაძლიერება მნიშვნელოვანი იყო, ახლაც მიმაჩნია. უბრალოდ ვერ გაიგეს რას ვასწავლედი და ახლა მიწევს მე თვითონ რომ ვაკეთო ეს. მე მაგას ვამბობ მეც ლევან, რომ ანუ ძალიან რთულად წარმოსადგენი კი არა, ჩემთვის პირადად თითქმის წარმოუდგენელი იყო, ხა მე არ ვიცნობ მათ უდიდეს უმრავლესობას, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი და ეხლა სუსში დაბარება გახდა ჩვეულებრივი ამბავი. ამაზე დიდი უბედურება ისაა, რომ დაბარება ხდება რის გამო? ანუ ადამიანებს არჩევენ, ნიშნავენ ადამიანებს მტრებად
მუდმივად საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის მტრებად აცხადებენ და შემდეგ უხძრავენ საქმეებს და იმის გამო რომ ისინი არ უკრავენ ტაშს ივანიშვილს, არ უკრავენ ტაშს ქართულ ოცნებას, თვლიან რომ არალეგიტიმურია დღევანდელი ხელისუფლება, შესაძლებელია ემუქრებოდეთ უკვე ციხეში წასვლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენ თავადვე ახსენეთ ეხა ეს სუში დაბარებები, შესაძლოა მე რაღაცას ვაზვიადებდე ჩემს მოლოდინში თუ დამეთანხმებით რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის იქით შესაძლოა სულ მალე კიდევ ახალი საქმე ვიხილოთ, რომლითაც ყველას ერთად გამოკეტავენ ციხეში, არასამთავრობოს, პოლიტიკოს უკვე განურჩევლად ვინ რას აკეთებს. ქართული ოცნების პათოლოგიური მავნებლობის პოტენციალის გაზვიადება შეუძლებელია. ესე რომ მე არ მგონია რომ ამის აზვიადებთ, მე მგონია რომ მათ ისინი მენტალურ ჩიხშიც არიან შესული, ანუ იმდენად მოიქციეს აი ამ კუთხეში თავი, აი ამ პოზიციებით, იმ პარადიგმებით, რომლებიც თვითონ შექმნეს, იმდენად გარშემო დათესეს სიძულვილი, უნდობლობა, ზიზღი ადამიანების მიმართ და იმდენად გახდნენ აი ამ ყველაფერი ბოროტის და ბნელის ფლაგმანები სამწუხაროდ, რომ ახლა ძალიან უჭირთ დაინახონ სხვა შესაძლებლობები. ამ პარტიას აღარ აქვს გამოსავალი, ამ პარტიას შეიძლება მცირე გამოსავალი რაღაც მაინც დარჩეს თუ მოვიდნენ გონზე, მაგრამ მე ამის ალბათობას ვერ ვხედავ. დაასრულებენ ძალიან მძიმედ და დაასრულებენ ძალიან ცუდად. პრობლემა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ეს ჩვენ ქვეყანას, მათ შორის კონკრეტულ ადამიანებს უჯდება ძალიან ძვირი, დაკარგული დრო, დაკარგული რესურსები, ადამიანების დაკარგული თავისუფლება, ხვალ დიდი სამბით გამოვლენ და რამარც მიულოცავენ ქალებს. და რამდენი ქალი ყავთ უსამართლოდ გამოკეტილი ციხეში, რის გამო? მაგალითად ელენე ხოშტარია, რომ კალაძის პლაკატს ბოდიში და ფლომასტერით რაღაც დააწერა? მზია ამაღლობელი რის გამოზის ციხეში? რომ პოლიციამ არო აგინა და შეაფურთხა საკადრისი პასუხი გასცა მაგის გამო, ეგ არის მაგათი ვაჟკაცობა, ეგ არის მაგათი ოჯახის პატივისცემა, ეგ არის მაგათი ქალის პატივისცემა? არა, ეს არის მატყუარობა, მლიქვნელობა და ლაჩრობა, მე თუ მგითხავთ. აი ეგ არის. ლევან, რა თქვენ თქვით რომ გარდაუვალია დადგება მათ დრო მოვა, როდესაც მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა. ეხლა მინდა კითხვა დაგისვათ როგორც არა მხოლოდ თავისუფლების მოედნის ლიდერს, არამედ როგორც ამ ახლად შექმნილი ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? მესმის რომ ძალიან ცოტა ღიმილის მომგვრელად გამოიყურება, აი რამდენ ხანში როდის, როგორ, როცა ვკითხულობთ, მაგრამ მაინც გავუბედავ და დავსვამ ამ კითხვას, რაც არ უნდა ღიმილის მომგვრელად გამოვიყურებოდე. აი როდის და ამ ალიანსიდან გამომდინარე, რაზეც მიიღეთ გადაწყვეტილება დასხედით ერთად შექმნით ეს ალიანსი, აი რამდენად ხედავთ შანსს, რომ ოპოზიციამ მოუგოს ეს ბრძოლა ივანიშვილის თავისი რეპრესიების გათვალისწინებით, სინდისის პატიმრების, პოლიტიკოსების ციხეში ჯდომის გათვალისწინებით, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერით და ყველაფრით კანონმდებლობით, უაღრესად რეპრესიული კანონმდებლობით, რომელსაც უმატებენ და უმატებენ კიდევ. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ერევით ოცნებას? ოცნებას ვერევით იმით, რომ მათ უკვე დააყენეს საკუთარი თავი ქართული საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ, უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. მე სულაც არ ვამბობ, რომ მათ აღარ ყავთ საერთოდ მხარდამჭერები, საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება გულწრფელად უჭერენ მათ მხარს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ჩემი ღრმა რწმენით, და მათ შორის შესაძლოა დღემდე კიდევ შემორჩენილ ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც ნათელი არის, რომ აი ასე ცხოვრების გაგრძელება იქნება შეუძლებელი. ანუ საქართველო არავის არ უნდა რომ გადაიქცეს ირანად, ან გადაიქცეს ჩრდილო კორეად, ხო? ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა გუშინ იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ჭირდებათ ცვლილება. და ეს ცვლილება, აი ამ ცვლილების მოხდენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქეთ მხარეს პოლიტიკური ოპოზიციის, პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური პარტიების პოზიცირება, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან თანამშრომლობა. ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის მართვა ქაოსის და არეულობის გარეშე.
ეხლა ჩემთვის ეს პოზიცია მაგალითად ძალიან ლოგიკური და ბუნებრივია, იმიტომ რომ მანამაც სანამ მე თვითონ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, სწორედ მრავალპარტიული დემოკრატიის აშენებაზე ვზრუნავდი და იმაზე ვზრუნავდი, რომ დავხმარებოდი სხვა პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან საერთო ენა ეპოვათ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ რაც უნდა განსხვავებული, იმიტომ რომ ეს არის, ხომ ხალხმა შეიძლება ვიღაცას მისცეს რაღაც რაოდენობის ხმები, განაწილდეს ეს და ამ პარტიებს მოუწიოთ თანამშრომლობა მომავალში, ხო? ამიტომ ეს ალიანსი ჩემთვის ერთგვარი ამისი სწავლაც არის, ამისი პრაქტიკაში გავლაც არის, ამისი შეჩვევაც არის, ამის მართვის სწავლაც არის და ამ ხრივ ძალიან მიხარია ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ჯერზე მოახერხეთ ასეთი შეთანხმების მიღწევა. მე ასევე სკეპტიციზმის მესმის, ადამიანები ამბობენ, რომ აი გუშინაც ხო წადეთ, მანამდეც წადეთ და არ გამოვიდა და ეხლა სამწუხაროა რომ არ გამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ მიმართულებით სვლელობაზე ხელი უნდა ავიღოთ, ხო? რაღაცა თუ არ გამოვიდა გუშინ, არ ნიშნავს, რომ არ გამოვიდა. მაგრამ აი რას აპირებ დღეს? ეხლა ადამიანები, რომლებიც მაგას ამბობენ, გუშინაც ხომ სცადეთ, ადრეც ხომ სცადეთ, არ გამოვიდა, ბუნებრივია იხსენებენ ქარტია, სალომე ზურაბიშვილის ქარტია, რომელზე ხელმომწერი იყო თითქმის მთელი ოპოზიცია, შემდეგ რვიანი ცდილობები, კი ბატონო, გეთანხმებით ერთხელ არ გამოვიდა, კიდევ უნდა სცადო, ორჯერ არ გამოვიდა, კიდევ უნდა სცადო. ეხლა რა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზე დაყნობითაც თქვენ პირველივე დღეს გააკეთეთ მედიასთან კომენტარები, რომ პროტესტის გადატვირთვა უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად პროტესტის გაძლიერება, რაღაც ახალი სტრატეგიით შეტევა, ახალი ბრძოლა. აი რაზე საუბრობთ, რას გეგმავთ, შეგიძლიათ დაგვანახოთ? ესეთ ბევრი რამ ახლა მიმდინარეობს მუშაობა ჩვენ შიგნით იმაზე თუ როგორ შეიძლება რა უნდა გაკეთდეს, არის ბევრი კარგი სამუშაო იდეა, რაზეც მუშაობ, მათ შორის კომუნიკაციის თვალსაზრისით, მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მათ შორის მოქალაქეებთან კიდევ უფრო დაახლოების, მათ შორის ალტერნატივის გამოკვეთის თვალსაზრისით. მე აქ მინდა ერთი რამ თქვა, რაც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ეს ალიანსი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას რაიმე ერთ ახალ ორგანიზაციაში. ჩვენ მაგალითად მიგვაჩნია თავისუფლების მოედანს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაძლებლობები ჯერ კიდევ მაქსიმუმით არ გამოგვიყენებია, შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია ვართ პოლიტიკურ სცენაზე და ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი და მე ღრმად მწამს იმის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ნებისმიერი ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ამ შეთანხმებაში მოაწერა ხელი, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის. ამიტომ ყველა პარტია, რომელიც ამ ალიანსში შედის, საკუთარი უნიკალური საქმე უნდა აკეთოს. ჩვენ მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიის დაწყებას ვაპირებთ უახლოეს ხანებში, გაიგებთ რა თქმა უნდა მედიის წარმომადგენლებიც ამის შესახებ, ბევრი რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ, ვიცი რომ სხვაებიც აპირებენ. ამიტომ ეს თანამშრომლობა ამაში დაგვეხმარება. ჩვენ დაგვეხმარება შევამციროთ კონფლიქტები ერთმანეთში თუ ასეთი იქნება, განსხვავებები ისე განმარტოთ და ისე გამოვხატოთ, რომ ეს იყოს გასაგები და მისაღები ფართო საზოგადოებისთვისაც, ვითანამშრომლოთ იქ, სადაც ჩვენი პოზიციები ემთხვევა, ჩვენი ხედვები ემთხვევა და ხედავთ, რომ ეს გამოადგება საერთო საქმეს და დანარჩენი ვაკეთოთ ჩვენი. რატომ გაგიჭირდათ სხვა ოპოზიციური პარტიების დათანხმება და რამდენად სწორად მიგაჩნიათ, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა გუშინ წინ Facebook Live-ი ქონდა და მოღალატეები ეძახა ადამიანებს, რომლებიც არ შეუერთდნენ ამ ალიანსს და პირიქით მათ აქვთ პოზიცია, რომ არაფერი უნდა გახარიას გუნძევ საუბრობ ამ შემთხვევაში, რომელსაც მოღალატეები უწოდა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მათ არ უნდათ, არ სურთ არაფერი კავშირი საერთო კონდეთ ყოფილ ხელისუფლებასთან და როგორც თავად ამბობენ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ხო? აი ეს რამდენად სწორად მიგაჩნია და რატომ გაგიჭირდათ სხვების დათანხმება, მაგალითად ლელო, მაგალითად ანადოლიძე, ხომ არიან სხვა პარტიებიც, რომლებიც არ უერთდებიან რეალურად, როდესაც ჩვენ უსმენთ ოცნებას, აქ უბრალოდ თავისუფლების მოედანი არ ჯდება, თორემ ისინი ამბობენ ასეთ ფრაზებს, რომ ეს ხალხი, ეს პარტიები ყველა ერთად წარმოადგენდა წინა ხელისუფლებას და არაფერი ახალი ახლა არ ხდება, ისევ ახლა შეიყარნენ ერთად, გაერთიანდნენ, უბრალოდ არ სურთ მაგალითად გაიხსენენ, რომ ამ ალიანსში მაგალითად ხართ თქვენც, რომლებიც არ ყოფილხართ იმ ხელისუფლების. აი, იმიტომ დაიწყეს ახლა ეს მაგალითად
ზურა ჯაფარიძე, რომელიც არასოდეს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის დროს, რაიმე თანამდებობ, საერთოდ მათი ნაწილი არ ყოფილა და ასე შემდეგ. აი ამ რეალობაში უფრო კარგად ხომ არ იქნებოდა ყველაფერი, რომ დაგეთანხმებინათ სხვებიც, ვინც ვერ დაითანხმება. კი, სასურველი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ორი რამის თქმა მინდა. აქ გახარიას გუნდმა, რაც უნდა ეძახოს, არც ისო ფაქტია, რომ ამ პარტიის ნაწილი, მათი ლიდერიც იყო ადრე და და სხვაებიც ასევე, მაგრამ მაგას დავანებოთ თავი, მე იმის თქმა მინდა, რომ მე არ ვარ მომხრე, რომ ერთმანეთს ვეძახოთ და თავისუფლების მოედნიდან სხვათა შორის ვერასდროს გაიგებთ ესეთ გამონათქვამებს ჩვენ იოლად არ ვისურვით სიტყვებს ჰაერში და არ ვაწებებთ ადამიანებს მოღალატეს და ასე შემდეგ. არ მოგეწონათ პრინციპულად, არა, ეს არ არის ჩვენი სტილი და ეს არ არის ასე ჩვენ ვაკეთებთ. მე პრინციპულად არ ვეთანხმები არც მათ პოზიციას პარლამენტში შესვლაზე, არც ლელოს პოზიციას არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ შორს ვარ იმას რისგან, რომ ვიღაცას რაღაცეები დავაბრალო. იგივე შემიძლია მითხრა სხვებზეც, ხო, მაგალითად სააკაშვილმა თქვა ჩვენზე, რომ რაღაცა ივანიშვილის ავიღეთ. ხამასობაში ოცნება გვაბრალებს, რომ მიშისტები ვართ თუ რაღაც. ჩამოყალიბდნენ ყველანი რაღაცაზე, მაგრამ დავანებოთ მაგას თავი. ჩვენ არა ვართ მიჩვეული არც სიტყვების სროლას ერთმანეთის მიმართ. ოღონდ არც მიღებას, მაგრამ ჩვენი რეაქცია ამაზე იყო საკმაოდ ზომიერი, დავჯექით მათ შორის მისი პარტიის წარმომადგენლებთან და ამ საერთო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს სურს, რომ ასეთი რამე დაინახოს და ჩვენ თვის უფრო მნიშვნელოვანია რა უნდა ხალხს, ვიდრე ის ვინ რა გვაწყენინა. ანუ წყენის გამო პოლიტიკურ მიზნებს ვერ უღალატებთ. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ პრინციპულ პოზიციებს დავიცავთ, კიდევ ერთხელ თავისუფლების მოედანს თავისი გზა აქვს გასავლელი და ამას აუცილებლად გავივლით ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად, ვითანამშრომლებთ სხვებთანაც, მათ შორის არაპარტიულ ჯგუფებთანაც, ამ პროტესტის განმავლობაში ჩვენი მთავარი პარტნიორები მაგალითად თუ შევხედავთ განათლების საკითხებზე მუშაობაზე, ძირითადად არიან ახალი შექმნილი მოძრაობები, ხო? ფორუმი, რომელიც ჩავატარეთ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ ასამბლეასთან. ამიტომ ჩვენ თანამშრომლობთ ყველა მიმართულებით, სადაც ხედავთ, რომ ამას შეუძლია სარგებლის მოტანა საერთო ბრძოლისთვის. და საერთო ბრძოლის ამოცანა არის ამ ქვეყანაში რეალური ღირსეული ცხოვრების პირობების, სამართლიანი ცხოვრების პირობების და დემოკრატიული პოლიტიკის დაბრუნება და ყველაფერი რაც ამას გამოადგება, ჩვენ ყველაფერს ლევან, კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც აუცილებლად მინდა თქვენთან დავსვა, რომელიც აუცილებლად მინდა თქვენთან დავსვა, ეს ეხება დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს. როგორ ელოდებით თქვენ პროცესის განვითარებას ამ შემთხვევაში და ყველაფერი ჩემი აზრით, აი ეს დღევანდელი დაბარებებიც, თუნდაც ახალ-ახალი დაბარებები თავდასხმა არასამთავრობო სექტორის მიმართ და ძალიან სერიოზული შტურმი უკავშირდება ამ თემებს, ხო, რასაკვირველია იმედის პოზიტივის დასანქცირებას დიდი ბრიტანეთის მიერ და ახლა უკვე დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. როგორი არის თქვენი მოლოდინი და რაც ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? ჩემი მოლოდინი არის ის, რომ რაც დრო გავა, მით უფრო შეეზღუდება ქართულ ოცნებას შესაძლებლობა მოიქცეს სწორად სამწუხაროდ. იმიტომ თვითონ იქცევენ საკუთარ თავს ჩიხში. გამწარდებიან უფრო მეტად ყველაფერი იმაზე, რაც მოხდება, იმიტომ რომ შესაძლოა სამართლიანობის ბორბლები ცოტა ნელა ბრუნავდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვა ქვეყნებში და შემდეგ, იმიტომ რომ ბევრი სხვა საკითხი და პრობლემა, მაგრამ ის აუცილებლად მივა იქ, სადაც უნდა მივიდეს. მთავარი ბრძოლა, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის შიგნით, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ იქნება ეს ჩვენი ევროპელი მეგობრები, ბრიტანელი მეგობრები, ამერიკელები და სხვები, ქართველი ხალხის გვერდით არიან. და ჩვენ ამ ურთიერთობებს აუცილებლად ძალიან სწრაფად აღვადგენთ, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოებას აქვს ბევრად უკეთესი რესურსი. აქვს ბევრად უფრო უკეთესი მმართველობის ჩამოყალიბების რესურსი. პოლიტიკურ პარტიებში ბევრად უფრო მეტი რესურსი არსებობს. ანუ ქართული ოცნება, ჩემი აზრით, არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ ბევრად უფრო უკეთესიც შეგვიძლია და აი ამ უკეთესის, აი ამ საქართველოს გულისთვის, აი ასეთი მომავლისთვის ვართ ჩვენ მოედანი ამ ბრძოლაში. კი ბატონო, დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ, თქვენ ალბათ მარშზე მიდიხართ ეხლა, რომელიც უნდა დაიწყოს, კარგად ბრძანდებოდეთ.